მადლობთ, უღრმესი მადლობა, მოგესალმება თვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე, ძვირფასო მეგობრებო. დავიწყოთ თემით, რომელიც ზუსტად მთავარ არხს უკავშირდება, გუშინ სასამართლომ გიორგი ურუას 4 წელი მიუსაჯა, არა, ეს მთავრობა ვერაფერს ვერ მიხვდა. კონგრესმენების წერილით ვერ მიხვდნენ, ევროპარლამენტარების მოთხოვნით ვერ მიხვდნენ. მოკლედ, მსოფლიო ცივილიზაციას ამ არჩევნებისკენ საერთაშორისოდ აღიარებული პანჩურის გარდა აღარაფერი აღარ დაუტოვეს. სხვა გამოსავალი არ არის. რამდენიმე დღის წინ კი მაიკ პომპეომ პირადად დაურეკა პრემიერ გიორგი გახარიას. მან განაცხადა, რომ გახარიას სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვესაუბრეო. სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობა გახარიამაც კი იცის. უბრალოდ უსამართლო და ბურუსით მოცული არჩევნები უფრო კარგ შედეგს დებს. იცით როგორ არის? ჰაერზე კი არ ვამბობ ამას, დატესტილი ამბავია ახლა ესე. საიდან კაც კი არ მომაგაეცე კი არ მისთვის სიტყვებს. მოკლედ, დასავლეთი ძალიან აქტიურად იცავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის პრინციპებს და რასაკეთებს ამ დროს ოპოზიცია. ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერ თანხდება, დიდი გაერთიანებას გამოიყო უკვე გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანი, მათ დააფუძნეს უცბად ბლოკი ესეთი სტრატეგია აღმაშენებელი, კენციყრიან სტრატეგია აღმაშენებლით. ნუ რა ვიცი, ახლა სტრატეგია აღმაშენებელი კი ქვია ამ ბლოკს, მაგრამ აღმაშენებლის სტრატეგიის არაფერი ეტყობა, ასე რომ შევხედოთ, შეიძლება რაღაცა დროა საჭირო, იცით? მე მგონი რაღაცა დრო, რომ დაღვინდეს ალბათ ეს პარტიას და რაღაცნაირად. ბატონო გიორგი, ხალბატონო თაკო, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მეც, კარგია სტრატეგია აღმაშენებელი, მაგრამ ახლა აი ამ გასვლით და აი ამ სტრატეგია ივანიშვილის წისქვილზეც ხომ არ ისხმევა თავისი წყალი, ხო არ მითხრიალობს. ხო არის ეგ ვერსიაც, ხო შეიძლება რომ ვერსიად განვიხილოთ. იცი რა მიკვირს, სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულ ვარ და ძალიან მიკვირს, აი მომაკვდავ მამაზე და ისრებზე რო არის მოთხრობა, ხო იცით ესეთი? აი სკოლაში რო გვასწავლიდნენ, ხო გახსოვთ და აი ამ ოპოზიციაში ყველა წიგში რატო იყო ამოხეული ზუსტად ეგ ფურცლები, აი ვერ ავხვდები. ხალხო, ერთად თუ იქნებითო, მტერი ვერ მოგერევათო და ვერ გაგტეხთო და ცალ-ცალკე გაგტეხთო. პრინციპში ის მამა კვდებოდა, მაჟორიტარად ხო არ იყრიდა კენს კიდე, მეც მაგარი ვარ რა. აი, მეც მაგარი ვარ რა, რა ვიცი, აი. მოკლედ, ოპოზიციაში ისეთი ამბებია, ახლა რომ ამათ ისრების კონა მისცე და უთხრა გადატეხეთო. თითო ისარს აიღებ და ერთმანეთს ესვრიან, აი, ესეთი სიტუაცია. არეულობა ოპოზიციაში, ვის რა უნდა, ვის რა ამბიცია აქვს, უკვე ვეღარ ხვდები, აი, ზოგს პრემიერობა უნდა, ზოგს რაღაც უნდა, ზოგს რაღაც უნდა. ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ ეს ამბიციები შემდეგი 4 წლით გადაედებათ ჩვეულებრივად. ხალხი უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე კი აღარ ცხოვრობთ. ოპოზიციის ამბიციიდან ამბიციამდე, დაჭმიდან დაჭმამდე. აი ესეთ პერიოდში ვართ ხოლმე ძირითადად ჩვენ მოსახლეობა. რამდენიმე დღის წინ ერთ ინიციატივას მოვკარი ყური, რომელიც ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა გააჟღერეს, ნუ მურმან დუმბაძემ და გუბას სანიკიძე აცხადებენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციას უნდა ყავდესო პრემიერობის კანდიდატიო და ეს კანდიდატი უნდა იყოსო მიხეილ სააკაშვილიო. გუბას სანიკიძე ამბობს და მურმან დუმბაძე. მე ვფიქრობ, გუბაზმა და მურმანმა უნდა ჩამოაყალიბონ ახალი პარტია, სტრატეგია ახლო წარსული. პარტიის გერბიც ვიცი როგორი იქნება, აი ასე, გადაჯვარედინებული ორი სიმბოლო იქნება, გამხმარი მარჯვენა ხელი და ქათმის ბარკალი, ასე რო არის, ხო? ესე ქათმის ბარკალი და ესე უნდა იყოს. სიებთა და მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა ქართულ ოცნებაში, მაგალითად საარჩევნო სიაში არ შეჰყავთ ცნობილი განგსტერი და საზოგადო მოღვაწე ენზელ მკოიანი. ენზელი აპირებს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი, ამასთან დაკავშირებით მან გადაწყვიტა მოსახლეობასთან შეხვედრა, შეხვდა თავისი რეგიონის მოსახლეობას. მთავარი არხის ჟურნალისტმა ეს ამბავი გაიგეს და ეცადნენ მასთან გასაუბრებას. მოდით ნახოთ ეს ვიდეო, როგორ გვესაუბრა ბატონო ენზელი. Я вашу телевизию не доверяю. Ქვეს ტელევიზიას არ ვენდობით, ყვილს ავრცელებთ. გინდათ რომ ადამიანებისგან გამრიყოთ. 2 წლის განმავლობაში ავტორიტეტი შემილახეთ. არ მინდა თქვენთან თანამშრომლობა. თავარმა არხმა ავტორიტეტი შემილახეთო. რას ამბობთ ბატონო ენზელ, რას ქვია ავტორიტეტი შეგილახეთ? პირიქით, სულ იმას ვიძახითო, ტყვიას შეაჯენსო, რას ლაპარაკობთ?
თქვენ ტელევიზიასო არ ვენდობიო 2 წლის განმავლობაში ავტორიტეტიო შემილახეთო და ტყუილს ავრცელებთო მე მგონია მართლა ჩვენ შევულახეთ ამ კაცს ეს ავტორიტეტი იმიტომ რომ მთავარი არხის სიუჟეტში ცეცხლსასროლი იარაღით მისდევს ადამიანს და იმედის სიუჟეტში წყლის პისტოლეტით ესია და რა ვქნა მართლა შევულახეთ მე ასე მგონია ერთი ფრაზა მომხდა კიდე გულზე თქვენ გიდათ რომ ადამიანებისგან გამრიყოთო ეს თქვა აი რა სისულელეს ამბობს ახლა ახალქალაქის კლინტ ისტუდი შენ ხარ ახალქალაქში კარგით შენ ხარ ცუდით და ბოროტით და ახლა ვარსკვლავს რანაირად გაგრიყავთ ადამიანებისგან მე არ მესმის ენზელ ცოტა დაფიქრი ახლა კი ნახოთ როგორ დასრულდა ენზელ მკოიანის და მოსახლეობის შეხვედრა ნახოთ ძალიან საინტერესო ვიდეო საოცარია როგორ ახერხებს ეს კაცი ცეკვის დროსაც ხალხს კისერზე აზის აი ეგეთი არაფერი მინახავს ძვირფასო მეგობრებო ხომ კარგად ნახეთ ეს ვიდეო ამ ვიდეოს მე სვავ კითხვა სად ვართ გამაგებინეთ რა ქვეყანა ვართ ხალხო იქნება გამაგებინოთ ვინმე კაი ქვეყანას ვერ მეუბნებით მესმის კარგი ვერ მეუბნებით საუკუნე მაინც მითხარით რომელ საუკუნეში ვართ საუკუნეს თუ ვერ მეუბნებით რომელი ხანაა ის მაინც თქვათ ვიღაცამ ხო შეიძლება მითხრათ რომელ ხანაში ვცხოვრობთ ქრისტეს შობამდეა ეს პერიოდი თუ ქრისტეს შობიდან ვეღარ გავიგე მაგასაც თუ ვერ მეუბნებით ის მაინც მითხრათ დინოზავრები გადაშედნენ თუ არიან ისევ ამ ჩვენს დედამიწაზე აი არ ვიცი თქვენ ნახეთ ძვირფასო მეგობრო როგორ აცეკვებენ ადგილობრივ ფეოდალს ახალქალაქში მე მგონი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია კი არა ჯერ ბატონყმობაა გადასაგდები ამ რეგიონში აშკარად ჯერ კომუნისტებიც კი არ მისულან. ისეთი მდგომარეობა არის. ხომ გონიათ რომ ეს ამბავი არის ქვეყნის უფსკრული. უფსკრულის ბოლო, არა. უფსკრულს ჯერ კიდევ არ უჩანს ბოლო ძვირფასო მეგობრო, შემდეგ ინფორმაცია დაგარწმუნებთ ამაში კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს, ვინ შეიძლება დააკავონ ადამიანი, რომელმაც ჩუმად გადმოიტანეს სიგარეტი, ან რაღაცა ესეთი ამბავი, არა. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე რომელსაც აფხაზეთიდან სამსახურის მანქანით ჩვენი მანქანით ანუ ხალხის მანქანით გადმოჰქონდა 17 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი პატარა პაბლო ესკობარი ყოლია წალენჯიხას მე არ ვიცოდი მაგრამ იმ კაცმა რა ქნას ეხლა წვალობს ხო მარტო საკრებულოს ხელფასი რას ეყოფა ცოტა გარისკა ცხოვრებაში გარისკა და ნუ არ გაუმართლდა ეხლა ეგეთი სიტუაცია არა ყველას ეხლა ამბროლაურის მერივით კი არ გაუმართლებს ამბროლაურის მერი ხო გახსოვთ კაცო აი რომ გარისკა და პორშე რომ მოიგო რა ტოტალიზატორში და რაღაცა ნუ ერთი სიტყვით ძვირფასო მეგობრო მე 1000 საქმე მაქვს 1000 ამბავზე ვფიქრობ და ვერ ვიცლი ეხლა მე ამ კაცისთვის მაგრამ თქვენ მინდა რომ ყოველთვის გახსოვდეს ეს ადამიანი რომელიც ტოტალიზატორში კარგად ყომარობს, კაი პალასები აქვს და ასე შემდეგ. ნუ დაივიწყებთ ერთი სიტყვით ამ იღბლიან ადამიანს. ნელ-ნელა ბრუნდებით 90-იანებში სიგარეტის კონტრაბანდაც ამის ერთ-ერთი მიმანიშნებელია, სხვათა შორის ამ კონტრაბანდის სათავე საიდან მოდის, თუ იცით აბა? საიდან მოდის? აი აქედან. აი აქედან მოდის ეს კონტრაბანდის სათავე, ძვირფასო მეგობრებო. აი ზუსტად აი აქედან. ხო, ნუ გიკვირთ. მე რო გაჩერებული სიგარეტის ქარხნის საწყობიდან რო გადაცემა მივყავს, აი ეგ არის კონტრაბანდის თავარი მიზეზი ამ ქვეყანაში ძვირფასო ტელემაყურებლები. ეკონომიკა მინუსებშია, ლარის კუპიურასაც ფასი აღარ აქვს, იქეთ კრიმინალს მიაქვს ქუჩები და მიხარია რომ ეს კონტრაბანდული სიგარეტი მაინც შემოდის ამ ქვეყანაში. ძალიან მიხარია, კი, იმიტომ რომ უბანში ახლა სეკას ვითამაშებთ ბიჭები დანსკოი ტაბაკის ღერებზე. ბავშვობაში ესე თამაშობდით ხოლმე დონსკოი ტაბაკის ღერები იყო ესეთი შავი სიგარეტი ვერ ეწევოდი უბრალოდ რო ეწევოდი მე სიკვდილს ებრძოდი აი რაღაცნაირი სიგარეტი იყო აი არ იყო კარგი სიგარეტი კონფლიქტურ რეგიონებს კონტრაბანდას და ამ რუსულ პრობლემებს ზემოდან ემატება ანტიდასავლური პროპაგანდა რომელიც ასევე რუსეთის ხელწერაა ძვირფასო ტელემაყურებლები მოდით ნახოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუდან პატარა ნაწყვეტი რაც ამერიკაში მოხდა სუზუმწევარა ბავშვებს აწამებენ იმიტომ რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს აქ ოფისში რაღაც ადრენალინის კაპიტალი რა იქიდან ამ სითხეს იღებენ ახალგაზრდობასაც ინარჩუნებენ მე ისეთი სტაბილურობა ჭამელ კიდევ ამ ბავშვებს
სასაცილო საერთოდ არ არის ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი ამერიკაში ბავშვებს აწამებენ და ვარსკვლავები იყენებენ გაახალგაზრდავებისთვის, ანუ რაღაც იმ სითხესო. ამ ყველაფერს ამბობს რუსეთის და იმ საჩხერელი კაცის საამებლად, რომელიც 60 წლისაა და 35 წლის ბიჭივით გამოიყურება. მინდა რომ მსგავს ვიდეოებზე მოხდეს რეგულაციები, როგორც თამბაქოზეა რეგულაცია ისე და ისე რომ იყოს ესეც მაგალითად რუსულ პროპაგანდაზე ბლარი ან რაღაცა წარწერა რომ იყოს ესეთი რუსული პროპაგანდა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. რუსული პროპაგანდა იწვევს ტვინის ნაადრევ გამოლაყებას. ძვირფასო მეგობრებო, ესეთი წარწერები უნდა არსებობდეს, ამ ვიდეოზეც უნდა ედოს. ამ ყველაფერზე უნდა ზრუნავდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო და რას აკეთებს ამ დროს? მთავრობა რას აკეთებს? მთავრობას არსალია. მთავრობა დაკავებულია ტენდერების სამართლიანად გადასანაწილებლად. მაგალითად, ბექაოდიშარიას ქვისლის შეიძლება არ საერთოდ არ იცნობს იმ ქვისლის. საერთოდ შეიძლება არც იცნობს, ხო ქვისლია, რა იცი, ვინ არის ქვისლი? ქვისლს ბექაოდიშარიას ქვისლის კომპანიამ 666.000-იანი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. ბექაოდიშარია ხო გახსოვთ, რომელიც აი სამი თაობის მთაწმინდელი რო არის, ხო და სამი თაობის მთაწმინდელი რო ხომ არის და იმ ხელა ტენდერები აქვს უკვე მოგებული, რომ კიდე 6 თაობა რომ მთაწმინდელი იქნება, აი ესეთი იმდენი ტენდერი აქვს მოგებული. ერთი სიტყვით ქვეყანა გადააქციეს კორუფციის ჭაობად, საქმეები კეთდება რაღაცა ისე ჩალიჩით და მაიმუნობით, აი ეგეთი მთავრობა არა იქით კონტრაბანდა შემოდის ლიწინით აქეთ მაყუთი უნდა გამაზო რომ რამე კაი მსუყე ტენდერი გააძო ერთი სიტყვით ქვეყანაში ყავს მთავრობა აი როგორი მთავრობა იცი აი ცეხავიკების მთავრობა არის ჩვეულებრივად მაჟორიტარებში ეგეთი ხალხი ხარ წარდგენილები აი მიდექი მოდექი სასტავია რა აი ცეხავიკების ძველი და ახალი თაობის ჯახი არის ხო ხდებით აი ეგეთი აი როგორი მთავრობა არის როგორ გითხარ აი დიდუბეში რომ შხამიან ლიმონათებს ასხამდნენ ხო იცი აბაზარებში აი რაღაც ეგეთი სასტავია ხელისუფლებაში, უბრალოდ დიდ კუშებზე ჩალიჩობენ რა, ეგეთი აი ზუსტი ახსნა, მე მგონი მიგახვედეთ ხო როგორი ხელისუფლება ყავს. მოდით, დადებით ინფორმაციაზეც გადავიდეთ ძვირფასო ტელემაყურებელმა ამბავი ციკლიდან, მაგრამ რაღაც ხომ კეთდება ხალხო. თბილისელებო, ვაკელებო, გილოცავთ, ჭავჭავაძის გამზირი გაიხსნა. ან იხსნება. ან მალე გაიხსნება, რომელიღაცა ერთ-ერთი ამოარჩიეთ. მოკლედ ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილების ზაფხულის მიუხედავად უკვე აღარ ეტევა. კახიგალაძემ გადაცხადა, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად უარი უნდა ვთქვა თუ საკუთარ ავტომობილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უნდა გადავიდეთო და იმით უნდა ვიმოძრაოთ. ამას ამბობს კაცი, რომლის სამსახურსაც 291 მანქანა ემსახურება და ლონდონისას 0. ამ განცხადების შემდეგ თურმე კახიმ თავისი 16 მანქანა, რომელიც გარაჟში ყავს, დაშლილებში ჩააბარა. და ის პატარა სმარტით ჩაუბარებია, აი კამერების დასანახად რო დადის ხოლმე. პატარა საპიარო მანქანა რო აქვს, ეგრევე დამოძრავს. და ვითომ ძალიან სიამოვნებს იმის სიარული, აი ბაბა, ეგეთი საკ. ვაჯერებს რომ რაღაცა ისეთი დამოკრძალებული რომ არა დიდი ადგილს არ იკავებს ქალაქში. მოკლედ არ ვიცი ვინ დააპროექტა ჭავჭავაძის გამზირი, ვინ გააკეთა, მაგრამ ბოლოს ისეთი რაღაცა მიიღეს, რომ გამოცდილ ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც მთელი ცხოვრება საჭეს ატარებენ, 3 ღამე ვარჯიში და რეპეტიცია დასჭირდებათ, სანამ ჭავჭავაძეზე გაატარებენ ავტობუსებს. აი ეს შუაში რომ გაჩერებები დააყენეს, იქ რომ მოხდეს ეს ავტობუსი, მართლა მიდის 3 ღამე რეპეტიციები ამაზე. მოდით ნახოთ ვიდეო, როგორ ჩაიარა ჭავჭავაძეზე მძღოლების პირველმა ეგრეთ წოდებულმა ზბორებმა, ანუ ზბორები აქვთ ჩვეულებრივად. რომ ისწავლონ როგორ მიუძგნენ იმ ამბავს. ნახოთ. ყველაფერი გაჩერებული ხდება მარტო შეგექნება მოძრაობის საშუალებით. ამბო, ამანა შემოგვიდგა ადამიანები არის. შენზე გამოკიდებული. აბსოლუტურად მზავრი და უსაფრთხოება და ყველაფერი. რამე შეკითხვები არის? ამა მანქანებში გავკარცით მაშინ. მოკლედ, ზღოლების რეპეტიციაა, ძვირფასო მეგობრებო, რეპეტიციები რომელიც გაგრძელდება 3 ღამე და ამ რეპეტიციის დასრულებისას სიმბოლურ სპექტაკლსაც დგამენ ჭავჭავაძის გამზირის იდიოტოკრატია. აკვირდებით ხო ქვეყანაში როგორი მდგომარეობა ხედავთ ხო რა დღეში ვართ. ბატონი ბიძინა აქამდე როგორც მოგვექეცი, ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ. 2012-ში შეგვაცდინე, მოგვატყუე, მერე იყო დაპირებები, ტყუილები, სულ ტყუილებში გვაცხოვრე. ოქროს კოშკებს გვიგებდი, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. დამთავრდა, მოდი 2020-ის შემოდგომაზე დავრჩეთ მეგობრებად.
დავშორდეთ ცივილურად. დენდროლოგიური რაჭა გურია ჩვენთან იქნება. შაბათ-კვირა შენც ნახავ ხოლმე. ჩვეულებრივად, მოდი ჩვეულებრივად ნახავ, არ არის პრობლემა. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, ბევრი ვიფიქრე როგორ დამესრულებინა დღევანდელი მონოლოგი და ბოლოს გადავწყვიტე. როგორც ხალხის რჩეულს, ხალხისგან დაფასებულ ადამიანს შეეფერება, მეც ისე დავასრულო ეს ჩემი მონოლოგი. ენზელ მკოიანი კი უყვართ ხალხს, კაცო. მაგრამ მე ნაკლებად უყვარ ვარ ხალხს, თუ რა არის, ვერ ხვდები. მოდით ერთი ბიჭო, მოდი შემოდით. მოდი, ვერ გავიგე რა, თამულა მიდი შეუბერე. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამურა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. წავედით იქით წავედით.